აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით აფხაზეთის მთავრობის წევრების საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ შეხვედრებს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან. ამჯერად შეხვედრა ხობშის სოფელ ნოჯიხევში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში გაიმართა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა ხობის მერობის კანდიდატთან დავით ბუკიასთან ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ჩასახლებაში აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით წყლის სისტემებისა და შენობების გადახურვის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ჩასახლებაში არსებულ პრობლემებს, როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე სოციალური კუთხით. სამომავლოდ აღნიშნულ ჩასახლებაში სადარბაზოებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია იგეგმება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით მთავრობის წევრები ეტაპობრივად უახორციელებთ სხვადასხვა რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას. ამჟამად ვიმყოფებით ხობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ნოჯიხევის დასახლებაში, სადაც მიმდინარეობს რიგი სამუშაოები, როგორც სარეაბილიტაციო, ისე სარემონტო. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გამოწვევებიც, რასაც უახლოეს ხანებში, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ისე აფხაზეთის მთავრობა ერთობლივად აღმოუხვრით. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ უკვე გაკეთებული სამუშაოები, დავათვალიერეთ, ვნახეთ, ვესაუბრეთ მოსახლეობას, მათი პრობლემები, აქ არსებული გამოწვევები ერთად გავიარეთ. შოლობები არის, მე ფასადი გასაკეთებელი და რა ვიცი, პირდებიან იქნებაო და მადლიერი იქნები თუ გაგიგეთებენ, რაც გაგიგეთეს, ამაზე დიდი მადლობა. აქ სახურავი გადახურეს, წყალი არ ქონდა, წყალი შემოგიყვანეს, გაზი არ ქონდა, გაზი შემოგიყვანეს და რაც გაგიგეთეს, ჯერჯერობით ყველაფერი გაიარა.